ეუნება ვერ გამოგვაქო იქ ჩვენ მხარეს წვენენ ის არ ნიშნავს ჯარიმას. მეორე ტაიმში ძალიან მოუკლო ჯარიმების დანიშნავს მართლა ჩვენ სასარგებლოდ აი ბოჭვის არეში ერთადერთი ჯარიმა გვიბოძა რომელიც პირკაშულმა გაიტანა მაშინ 18 რო გახდა ანგარიში. აი ჩვენო გვაქვს ბურთი აი ხლა 30 მეტრია. უკვე 22-ია გასავლელი. მე-7 დამატებითი წუთი დაიწყო კიდევ ერთი ავიტაცეთ კიდევ კი ავიტაცეთ ესე მაგრამ იქნებ დაუსვა წერტილი ამ შუყველაფერს. და ისევ არ შეგვემთხვეს იგივე რომ დავკარგეთ ბურთი 78 წუთი იყო მაშინ. 8 წუთის წინდელი არ გავიმეოროთ. აგე შუყელა იქ არიან. აი გამოუტანეს კვირიკაშვილი. აი ახლა კვირიკაშვილი დაარტყავს არეკს. მოეჭრა მაგრამ ბურთი აი თავის ლელოში დაიჭირა დუმიტრაშმა. ალალზე ეკითხება მსაჯირაშვება არა გააგზელა იქიდან ალალი არც იყო და მაგრამ თუ გამოგვექცევიან არ ამგონია ისევ დუმიტრაშა აქ თავის ნახევარზე არიან მე ფერპუს მიწეს ისევ 22 მეტრის ხაზზე შევიბოჭეთ მეტოქე ბურთი ისევ მათ აქვს ჯერჯერობით ოთხმოცდა მერვე წუთი მიმდინარეობს თამაშისა ისინი დაბნეული არიან, იქნება ერთ გამოიქცა. ვერაფერა ბურთი ისევ წინ უვარდებათ. თუ ამდენი დაამატა, ეხლა ხო მაინც უქმი ბურთია და მატჩი დამთავრდა. 10 მოზივერელი თასი ჩვენია. 18-11. აი ასეთი ანგარიშით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოიპოვა მე-4 გამარჯვება ევროპის ერთათასის გათამაშებაში 18-11 ჩვენ დავამარცხეთ რუმინეთის ნაკრები. პირველი მიზანი მიღწეულია ერთათასის გათამაშებაში ანთიმო ზივერიელის თასი თბილისში რჩება, ხოლო უნდა დაველოდოთ საღამოს 9 საათს და როგორ დამთავრდება მატჩი ესპანეთსა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა და თუ იქაც 4 ლელოიანი ფორა არ ექნება პორტუგალიას, ეს იმას ნიშნავს, რომ საღამოს 9 საათზე საქართველოს ნაკრები ამავდროულად ევროპის ერთათასის მფლობელიც გახდება. მიულოცოთ საქართველოს ნაკრებს დევანდელი გამარჯვება, მიულოცოთ მათ მწვრთნელს რიჩი დიქსონს, ყველა რაგბის კომაკს, ვინც გვიყურებდა და გვისმენდა და გამორჩეულად მათ, ვინც დღეს არ დაიზარა, მოვიდა და პირთამდე შეავსო მიხეილ მესხის სახელობის თბილისის ლოკომოტივის სტადიონი. დიდი ხანია ამდენი მაყურებელი რაგბიზე მე არ მინახავს ამ სტადიონზე და ეს რა თქმა უნდა მისასალმებელი ფაქტია. ბიჭები ახლა მწვრთნელად მათ გადაუხდიან მადლობას, რა თქმა უნდა აი ტააშით მაყურებელს მადლობას უხდი საქართველოს ეროვნული ნაკრები ამ კომაგობისათვის, აი ამ ურთიერთობისათვის, ამ სიტყვოთა და პატივისცემისათვის, რომელიც დღეს ასე მძლავრად იყო აქ მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ საქართველოს ნაკრებს დარჩა ერთადერთი მატჩი, საერთოდ ერთი ტური დარჩა გასამართი ევროპის ერთათასის გათამაშებაზე. მომავალ შაბათს ერთი კვირის თავზე საქართველოს ნაკრები ჩავა ქალაქ სოჩში, სადაც ეთამაშება რუსეთის ნაკრებს და შესაძლოა რუსეთის ნაკრებთან მატჩი უკვე პრაქტიკულად მისი შედეგი არაფერში საინტერესო აღარ იყოს, მაგრამ რუსეთის ნაკრებთან მატჩი საქართველოს ნაკრებისათვის ყოველთვის პრინციპული შეხვედრა და იმედი უნდა ვიქონიო, რომ ისევე როგორც დღეს კვირის თავზეც ქართველი მორაგბეები მოიგებენ იმ შეხვედრას და პირველად სლემით დაამთავრებენ ევროპის ერთათასის გათამაშებას და გახდებიან ამ თასის მფლობელები. ჩინებულია ის ფაქტი თვითონაც, რომ ახალი მწვრთნელი რიჩი დიქსონი და მის სამწვრთნელო გუნდი უკვე ზედიზედ იგებს მე-6 შეხვედრას, 2 შარშან გახსოვთ თბილისში გამართული უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩები ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ნაკრებ გუნდებს შორის ეს ტესტები იყო და აი ახლა მე-4 ტურის შეხვედრა ევროპის ერთათასზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დამთავრდა. რუმინელების საინტერესო მეტოქე იყო დღევანდელ შეხვედრაში, რა თქმა უნდა მათი მცდელობა იყო ძალიან მაღალი იმისა, რომ გარდატეხა მოეძებნათ თამაში, მაგრამ ქართველების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ტაქტიკურად სწორად გათვალეს მატჩის დებიუტის პირველი 10 წუთი, როდესაც ქულები დავწინაურდით, შემდეგ მთელი მატჩის განმავლობაში პრაქტიკულად მათ ტაქტიკური შეცდომა არ დაუშვიათ, შედეგი სახეზეა 18-11 საქართველოს ნაკრებმა მორიგი 4 ქულა ჩაიწერა თავის აქტივში და 18 ქულით ისევ და ისევ ერთპიროვნული ლიდერია ულოცავს საქართველოს ნაკრებს ამ გამარჯვებას და იმ
დერეფანში, რომელიც მათ მოუწყეს თავიანთ დღევანდელ სტუმრებს, რუმინელებს, ტაშით აჯილდოვებენ ისინი სტუმრებს თამაშისათვის და ახლა კი სტუმრები მასპინძლებს ასევე ტაშს დაუბრუნებენ. ეს რაგბის ტრადიციაა, როდესაც მოგებული გუნდი დამარცხებულს მადლობას ეუბნება, ხოლო დამარჯვებას ულოცავს თავის დღევანდელ მეტოქეს. აი ასეთ ამაღლებულ ნოტზე მინდა დავამთავრო დღევანდელი რეპორტაჟი მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონიდან. არა, გასახდელში არ შევიდა საქართველოს ნაკრები და ეს მხოლოდ და მხოლოდ ხდება იმიტომ, რომ ისინი გამოვიდნენ და კიდევ ერთხელ უნდათ მადლობა გადაუხადო სტადიონზე შეკრებილ კომაგებს. ისინი აი აღმოსავლეთ ტრიბუნებზე მიდიან და ესალმებიან მათ, ესალმება მათ ასევე ის ტრიბუნა, სადაც ჩვენი ერთგული კომაგია შეკრებილი. დავამთავროთ დღევანდელი რეპორტაჟი და ანთიმოს ივერიელის თასით ხელში საპატიო წრეს შემოუვლის საქართველოს ეროვნული ნაკრები. დიახ, 2002 წლიდან თამაშდება ეს თასი, რომელიც 5ჯერ რუმინელებს ჰქონდა და 4ჯერ ჩვენ. დღეს კი ეს თანაფარდობაც დაირღვა, 5ჯერ რუმინელები და 5ჯერ ჩვენ ვფლობთ ანთიმოს ივერიელის თასს, რომელიც თბილისში საქართველოს რაგბის კავშირის ოფისში გამოიზამთრებს. აი ასე ოვაციებით, ხურვალე შეძახილებით ტრიბუნაზე ფეხზე ამდგარი მაყურებელი მადლობას უხდის საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამ წარმატებისა და გამარჯვებისათვის. რა თქმა უნდა, ეს იყო საქართველოს ნაკრების ბოლო ოფიციალური მატჩი თბილისში გამართული წლევანდელ სეზონში, მაგრამ სეზონი რა თქმა უნდა გრძელდება და გრძელდება იგი იმით, რომ სოფლიო თასის გათამაშების დასკვნით ეტაპზე შემოდგომაზე საქართველოს ნაკრებმა, როგორც ტოლმა და სწორმა, თავის მეტოქეებთან უნდა ითამაშონ. აი ისიც მთელი გუნდი ანთიმოს ივერიელის თასით ხელში კიდევ ერთხელ ულოცავ საქართველოს ნაკრების ყველა მორაგბეს, დღევანდელ გამარჯვებას, ამ წარმატებასა და აი ამ თასის თბილისში დაბრუნებას. ყოჩაღ ბიჭებო. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს, ვინც დღეს სტადიონზე მოვიდა. ახლა კი დავასრულოთ ჩვენი რეპორტაჟი მიხეილ მესხის სახელობის თბილისის ლოკომოტივის სტადიონიდან. გადაცემა მოაწყო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. გადაცემის რეჟისორი ლევან ლეკვეიშვილი, კომენტატორები ზაალ ვიგინეიშვილი და თემურ ჯაფარიძე მადლობას გიხდით ყურადღებისათვის. უკეთესი მომავლის იმედით გემშვიდობებით და ველოდებით საღამოს 9 საათს და შევიტყობთ ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრის შედეგს და იმაშინ შეიძლება დღეს უკვე არაერთი, არამედ 2 მატჩის მფლობელები გავხდეთ. ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ, ერთ ანონსს შემოგთავაზებთ. ხვალ 13 მარტს სპორტის სასახლეში გაიმართება პროფესიონალი ქართველი მოკრივის ავთანდილ ხურციძის ორთაბრძოლა საერთაშორისო კრივის ორგანიზაციის ვერსიით საშუალო წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის გამრის მოსაბოლოად. ხურციძის მეტოქე პოლონელი მარიუშ სენდროვსკი იქნება სპორტის სასახლეში. შეხვედრები 20 საათზე დაიწყება, სულ 6 ორთაბრძოლაა. გადამწყვეტი დაპირისპირება კი ხვალ 22 საათიდან შედგება. ასე რომ გულშემატკივრებს შეგიძლიათ ლოკომოტივის სტადიონიდან ხვალ თბილისის სპორტის სასახლეს ეწვიოთ. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.